კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ, რისი შეცვლა გვინდა და რა არის შემდგომი ნაბიჯები, რაც ჩვენ უნდა გადავდგათ. უჭირთ დაწყება და შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად ამ ყველაფრის, იმიტომ რომ ძირითადად ეყრდნობიან мотивაციას. ყოველთვის ვიძახი, რომ мотивация არ არის კარგი ფაქტორი, რომ ეს ყველაფერი შეგვანარჩუნებინოს, აუცილებლად мотивация სადღაც იკარგება. იმიტომ რომ ის დოფამინზე არის დამოკიდებული და ის იწურება ძალიან. ეს არის რაღაცნაირი ბუსტი არის, მაგრამ თვით დისციპლინა რაც არის, რაც უკვე გამომუშავებით ხდება ამ ჩვევებით, როდესაც ჩვენ თავს ვახსენებთ, რომ მოდი დღეს ვივარჯიშოთ, მოდი დღეს წყალი დავლიოთ მეტი, მოდი ბოსტნეული მივიღოთ, ხო ესეთი პატარ-პატარა შეხსენებებით. თვით დისციპლინა უკვე მე ისეთ რეჟიმს აყალიბებს, რომ ჩვენ ამ ყველაფრისთვის мотивация აღარ გვჭირდება, რომ мотивациას არ დავალოდებით, რომ მოდი დღეს ხასიათზე ვარ თუ არა ვარჯიშის, ეს აღარ განსაზღვრავს. ამიტომ პირველ რიგში იმის გააზრება, რომ мотивация დროებითი არის, ყოველთვის გვეხმარება, რომ მომავალში ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვევებზე გავაკეთოთ აქცენტი და ასევე ყველაფრით ერთად არ დავიწყოთ. ამოვარჩიოთ, აი, მაგალითად, ყველაზე მარტივი რამე, რაც შეიძლება იყოს, რომ პირდაპირ კვებასთან მიმართებაში აკრძალობით კი არ დავიწყოთ, მოდი ხვალიდან, ან დღეიდან, ხვალიდან არა, პირდაპირ უფრო მეტი ბოსტნეული დავამატოთ რაციონს. პირდაპირ რაღაცის ამოღებით კი ნუ დავიწყოთ, პირიქით, დამატებაზე ვიფიქროთ.